როგორ ნელა გადის წლები. ან რაში მჭირდება ჩემი სიცოცხლე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩავიდინე. მეტს ნუღარ მიხანგრძლივებ სიცოცხლეს უფალო. წამიყვანე შენს გვერდით. ვეღარ ვუძლებ დანაშაულის გრძნობას. ვეღარ ვუძლებ. საღამოშვიდობის. შევამჩნიე, რომ აღელვებული ხართ. რამე ხომ არ გჭირდებათ? არა, არაფერია, ჩემო გოგო, მადლობელი ვარ. მოგონებები. საბედისწერო მოგონებები მესხმიან თავს. რთული მდგომარეობაა. ყოველდღე გხედავთ ერთი და იგივე ადგილას. ერთი და იგივე სკამზე ზიხართ. სიმართლე რომ გითხრათ, სიმპათიით ვარ თქვენს მიმართ განწყობილი. მაგრამ ყოველთვის მოусვენრად და დარდიანი ხართ. და ეს მეც მადარდიანებს. დღეს ასეთი გოგოებიც არსებობენ? ყოჩახ. გითხრა რაღაც? თუ გაქვს დრო, მოგიყვები ჩემს საიდუმლოს, რომელსაც 30 წელია ჩემში ვიკლავ. შენ პირველი იქნები, ვინც ამას გაიგებს. რა თქმა უნდა, ბატონო ნიკო, მეც ამით ჩემს დიდ ცნობის მოყვარეობას დავიკმაყოფილებ. ხედავ, ჩემი სახელი იცი. პატარა სამეზობლოა. რამდენჯერმე დაგინახეთ აქ, დამაინტერესა და გავიკითხე. შეიძლება მეც ვიცოდე თქვენი სახელი, ისე უბრალოდ, რომ გავთანაბრდეთ. მარია მქვია, მაგრამ მარიოს მეძახიან. რაღაც გაგახსენდათ ალბათ, ხომ? იმედია ცუდი არაფერი. ნუ ნერვიულობ. მზად ხარ? მზად ვარ. შვენიერია. 30 წლის წინ ერთ მთიან სოფელში ვცხოვრობდი. ცენტრალურ საბერძნეთში. განადგურდა ქვეყანა უფალო. ადამიანები იტანჯებიან. აღარ დარჩა ერთი კაცი სულიერად რომ ცხოვრობდეს. ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე უბრალო და თავმდაბალი ადამიანი ამ ქვეყნად მცხოვრები. დასრულდა. დაგვტოვა შენმა მადლმა. და თუ კი ასე არაა, მაშინ მაჩვენე ვინმე, ვისშიც არსებობ, უფალო. დიდება შენს სახელს.
საით გაგიწევია შენ ამ დილაუთენია, კვირა დღეს. ცოტა ყველი უნდა წავუღო ხარლამბეს, ხილბოსტნეულის გამყიდველს. ასე დილა ადრიან ჩემო მავროგენი, დაკეტილი იქნება. ჯერ მამა ფოტისთან გავივლი ეკლესიაში. ხარლამბიც უეჭველად იქ იქნება. ორშაბათ დილას უკვე უნდა გქონდეს ყველი რომ დალაგს მისცეს, შეკვეთა აქვს. კარგი, რადგან ასია, მაშინ მშვიდობიანი გზა გქონდეს. ჩემთვისაც აანთე ერთი სანთელი. ვახ, ქალო, ხომ იცი ეგეთ რამეებში არ ვარ კარგი. მხოლოდ 3 თვეა რაც მთიდან ჩამოვედით. შენ თავს ნუმადარებ, რომელსაც ხალხში ნაცხოვრები გაქვს. მე მთელი ჩემი ცხოვრება მთაში გავატარე და ამის გამო ვერ ვერკვევი უფლის და ეკლესიის საკითხებში. მაგრამ კარგი, ოდესმე მეც ვისწავლი ამ ყველაფერს. ახლა ხომ აქ ვარ და კარგი, ვისწავლი. შენ წადი სოფლამდე და რომ დაბრუნდები დავილაპარაკოთ. ეკლესიაში სადაც ანთებულ სანთელს დაინახავ, შენიც იქვე დაანთე, კარგი? მე დღეს სარეცხი მაქვს დასარეცხი და წყლის მოსატანად გავალ ჭასთან. შემდეგ კი შენ საყვარელ საჭმელსაც გაგიმზადე. ჩემო ოქროს ხელება, ჩემო ოქროს ხელება. სანთლების გამო შენ არ ინერვიულო, როგორც საჭირო იქნება, ყველაფერს ისე გავაკეთებ. მშვიდობიანი გზა გქონდეს. უფალო დაეხმარე მავროგენის, მიაგნო სადანთებენ სანთლებს. არ ეხერხება ასეთი რამეები ჩემს ქმარს. სულ არ გადაწვას ეკლესია. დილამშვიდობის დესპინა, დილამშვიდობის ჩემო მარიგო, როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა, ეკლესიისკენ გაგიწევია? ქალბატონ დიამანდოსთან მივდივარ და შემდეგ მამა ფოტისთანაც გავივლი. გაფრთხილ იმ არანორმალურმა არ გამოგიჭიროს თავისი ბევრი ლაპარაკით, ხომ იცი შენ? კარგი, კარგი, მერე ვილაპარაკოთ. კარგად, კარგად. დილამშვიდობის ბიჭებო, დილამშვიდობის ექიმო. მავროგენი ხომ არ გინახავს სადმე? არა, მგონი წირვაზე მიდიოდა. ჭანდაბა, მთელი სოფელი ააფორიანქა ამ დალაგმა. რატომ? ყველი უნდა. გასაგებია, შევხვდებით, დროებით. ბედნიერად, ბედნიერად. რას აკეთებთ თქვენ აქ? როგორ ხართ? კარგად. დღეს კამფეტები იქნება? მაშ ასე, მოგიტანთ თითო-თითო ტკვილეულს. კარგი, მაშ დაგელოდებით. წადით ახლა და თავს გაუფრთხილდით. კარგად, კარგად. სალამი სოფლის მომხიბლელ ბიჭს. სალამი ექიმო, დღეს როგორი ლამაზი ხარ, ხომ? მხოლოდ დღეს? მიდი, წადი აქედან ახლა. ნახვამდის. გამარჯობა მავროგენი. გამარჯობა დესპინა, ეკლესიაში მივდივარ. ოჩახ, კარგად იქცევი. გესმის რამე, რაზეც მამა ფოტი საუბრობს ხოლმე? თუ ერთი ყურიდან შედის და მეორედან გადის. დესპინა ხო მიცნობ. არ მესმის მე ამ რაღაცეების, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლი. ცოტა ყველით წამოვიღე ხარლაპეს მივცე დალაქისთვის. კი, შეაწუხა მთელი კვირა. უთხრა ყველს თუ არ მომიტან, აღარ გაგიპარსავ წვერსო. წავალ მაშინ, დროულად მივცე, რაიმე ცუდი ამბავი არ მოხდეს. მიდი მაშინ, ჩქარა წადი და ეკლესიაში შევხვდებით. გამარჯობა მამა სპირო. ნახვამდის დესპინა, გელოდები არ დააგვიანო. გამარჯობა ბავშვებო, როგორ ხართ? გამარჯობა მავროგენი. მოდი ნამცხვარი აიღე. აჰა, შენც აიღე. კარგად იყავით, ნახვამდის, ნახვამდის. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. ჩემო ძმებო, არ დავივიწყოთ, რომ უფლის სწორ გზაზე უნდა ვიაროთ.
ამ გზას პირდაპირ სამოთხეში მივყავართ. თუ კი არ გადავუხვევთ მარჯვნივ ან მარცხნივ, სულ პირდაპირ უნდა ვიაროთ და უნდა უთანაგრძნოთ ყველა ადამიანს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. გულმოწყალენი უნდა ვიყოთ და შევიწყალოთ სხვები, რადგან უფალიც თავისი ხალხის მიმართ მოწყალეა. ღმერთი, ვისაც დაინახავს, რომ ისიც იგივეს აკეთებს, ძალიან მოსწონს და უხარია. და ასეთი ადამიანი მასთან მიყავს სამოთხეში, იქ, სადაც საუკუნო ცხოვრებაა. ოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ და გვაცხონენ ჩვენ. ამინ. მშვიდობიანი დღე. დამლოცეთ მამაო. ახლა მოხვედი, ჩემო დესპინა, დასრულდა წირვა. ვიცი, ქალბატონმა დიამანდომ გამომიჭირა. გასაგებია. ნუ იცინი, შეიძლება წირვას ვერ მოუსწარი, მაგრამ შენ ხომ მომიყვები ყველაფერს. თუ ისევ არიყავი ყურადღებით. ყურადღებით ვიყავი, როგორ არა, და დღეს განსაკუთრებით ყურადღებით ვიყავი და გადავწყვიტე ყველაფერი შევასრულო, რაც თქვა, ძალიან მომეწონა. ყოჩახ, მიდი შენც დაიწყო დროა. მიდი წადი ახლა სახლში მირიოსთან და ცოტახანში სახლში შევხვდებით. ბედნიერად, ჩემო ექიმო, ბედნიერად. ბედნიერად, წყემსო. სწორი გზა. ეკლესია არასდროს ამბობს ტყუილს. ესე იგი, სწორ გზას რომ გავუყვე და არც მარჯვნივ გადავუხვიო, არც მარცხნივ, ასე სამოთხეს ვიპოვი და უფალს ვიპოვი. რა სიტყვის იფაკა? ხვალ წავიდე? მაშინ წავალ და შენ, ჩემო საბრალო, ცხოვრებს მიხედე. უკვე ხომ თქვით, შენ ღამე არ დაიძინებ. ღამე მხოლოდ ცხოვრებს ძინავთ. ვაი შენი ტყავის ბრალი თუ დაიძინებ, ხომ გაიგე? ყოჩახ სიფაკა, ყოჩახ. მიდი ახლა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეგვეციე ჩვენ. მაჩვენე ქალწულო ღვთის ადამიანი, ნიშანი იმის, რომ ღვთის მადლმა არ დაგვტოვა. დიდი ხანია უფალს ამას ვთხოვ, მაგრამ
არ შეისმინა ჩემი, მაგრამ შენს თხოვნას შეისმენს, რადგან მისი დედა ხარ. მე ერთი მკვდარი ძაღლი ვარ. ვინ არის? სატანავ, თუ შენ ხარ, ტყუილად კარგავ შენს დროს. ასე ადვილად ვერ მაცდუნებ. უამრავი დრო მაქვს დასაკარგი, ბერო. არ მჭირდება არც ძილი, არც დასვენება. აქამდე შეიძლება შემოქმედის ძალა გიფარავს, მაგრამ მე არ მეჩქარება. უამრავი დრო მაქვს, ვიპოვი ხერხს, რომ გაცდუნო. ბნელეთის მეუფევ, სწორად აღნიშნე. ნამდვილად ყველაფერს ფლობ, მხოლოდ ერთი რამ არის, რაც გაკლია და რაც მე მაქვს, უფლის მადლი. და როდამდე გგონია, რომ შეინარჩუნებ. რამდენი ხანით საჭირო იქნება? იფრთხილე, ბერო, განრისხდი და უფლის მადლი დაგტოვებს. ჯერ განრისხება და ახლა კიდევ შიშიც. ხედავ, ბერო, რამდენად ადვილია ჩემთვის გაცდუნო. ისევ შევხვდებით მალე. ნუ გექნება იმის იმედი, რომ უფალი გიჩვენებს ღირსეულ და თავმდაბალ ადამიანს, რადგან ყველა ჩემს მხარეს მყავს გადმობირებული და ძალიან მალე შენც ჩემი გახდები. ყველა დავიკარგებით, ჩემო ღვთისმშობელო, ვინ დავგიფარავ სამურჩხულისგან? მეუღლევ, მივდივარ, უფალი უნდა ვიპოვო და როგორც მოვილაპარაკეთ, კარგი? ეკლესიაში მიდიხარ? არა, მარიო, ხომ ვილაპარაკეთ უკვე. აქედან დავიწყებ და სულ წინ ვივლი, უფალ ზუსტად სად ვიპოვი არ ვიცი. ვის, ჩემო მავროგენი? ისევ თავიდან იწყებს. უფალს, ჩემო მარიო, უფალს. უფალს? დიახ, უფალს. კარგი, და მე როგორ მოვიქცე, შევწვა ხორცი თუ ძალიან შეგაგვიანდება? არ ვიცი, ჩემო მარიო, როგორც გინდა ისე მოიქეცი, რა ვიცი მე, შეწვი. შევწავ და თუ შეგაგვიანდება, ხვალისთვის შეგინახავ. შვიდობიანი გზა, ფრთხილად იყავი. მარიო, აქ მარტო რას აკეთებ? მოდი, ჩემო დესმინა, მოგიყვე, რა გამიკეთა მავროგენიმ. კიდევ რა მოხდა? ღმერთმანი, გუდა გაავსო საჭმელით და ადგა და წავიდა. და რას ფიქრობ, სად წავიდა? სად? უფლის საპოვნელად. ამის გამო შემაშინე? გესმის რა გითხარი? წავიდა რომ უფალი იპოვოს. ეკლესიაში მამა ფოტის ქადაგება მოისმინა, რომ თქვა სწორ გზაზე იარეთ და 60-ს და უფალს იპოვითო. ისიც ადგა და წავიდა. ესე იგი ამას გულისხმობდა, როდესაც თქვა რომ სისრულეში მოიყვანდა? შენ ციცოდი რას ამბობ? დამშვიდი, ჩემო მარიო, უბრალოდ რაც გუშინ ეკლესიაში მოისმინა, მოეწონა. შენი მეუღლე გულუბრყვილოა, მაგრამ კარგი ადამიანი. მამა ფოტი, ეს რა დღეში ჩაგვაგდე? დამშვიდი, დაიღლება და დაბრუნდება უკან. მიეცი უფლება ცოტა იმედიც გაუცრუდეს. იქნებ ისწავლოს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ადვილი არ არის. ახლა აღარ ცხოვრობთ მთაში, დაბლა ხალხში ხართ და ხალხი ცოტა უცნაურია. დიახ, ჩემო დესპინა, მაგრამ სანამ ხალხ შეისწავლის მავროგენი, მე სული გამძვრება.
კარგი, რაც არის, წყაროზე უნდა წავიდე, წამოხვალ ჩემთან ერთად. კომპანიონობა გამიწიე, მხოლოდ მაგისთვის დაგეხმარები კიდეც, წამოდი წავიდეთ. მოდი აქ. მოდი. სიფაკა დაჯექი. ნეტავ სად არის? სად წავიდა? ჩუმად ხარ ხომ? აშკარად თქვენ ორს საიდუმლოებები გაქვთ. სად არის? ასტერი. წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში წადი და შენს კითხვაზე პასუხს იქ მიიღებ. ესე იგი წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში. სულელო მოკვდავო, მიწისგან შექმნილო, თვით ადამიანს კი შევაცდინე და შენ გადამირჩები საცოდავო.
უფალო, ჯერ ისევ ძალიან შორს ხარ? ფეხები გადამეღალა. ამდენი საათი. კიდევ კარგი, რომ საკვები და წყალი წამოვიღეთ ან. ჩემი მარიოს მომზადებულმა ხორცმა ჩაიარა. გახმება. სადაც არ უნდა იყო გიპოვი. სულ წინ არ უნდა ვიარო? გიპოვი სად წახვალ? ვერ გიპოვი გგონია? კარგი. დავიძინებ ცოტას. დავისვენებ. უფალი არ არსებობს შენთვის მწყემსო. გესმის ჩემი? არ არსებობს. გაბრიელ, ჩემ სამფლობელოში რას აკეთებ? შენს სამფლობელოში? ზუსტად მასეა. არ იცი რომ ამ სამყაროს მბრძანებელი მე ვარ. ამ სამყაროს მბრძანებელი და შემქმნელი ყოვლადწლიერი უფალია, წმინდა სამება, ერთარსი და განუყოფელი. გაჩუმდი მთავარანგელოზო, არ შემიძლია მისი სახელის მოსმენა. მისი სახელის მოსმენაც არ გძალს, მაგრამ ოდესღაც მისი მარჯვენა ხელი იყავი. წავიდა ეგ დრო, აზრი არ აქვს ეგ გამახსენო, რადგან ის რაც ვიყავი, არასოდეს გავხდები. შეინანე და დანარჩენი უფალს მიანდე, წინ უსწრებ მის განკითხვას. შევინანო? არასდროს. მე და შენი უფალი მტრები ვართ. და თუ გინდა იცოდე აქამდე მე ვიმარჯვებ. გადახედე ერთი 64-ს, ბრწყინვალე მთავარანგელოზო. რამდენი სულია იქ და შემდეგ ჯოჯოხეთში 10-ჯერ მეტია. მიხვდი გაბრიელ? ლუციფერო, 10-ჯერ მეტი ყავს, იმიტომ რომ ადამიანები თავისი სურვილით მოდიან შენთან, მაგრამ მათ აქვთ იმედი. და შენ არა. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ჩემი ბედი, ამიტომ არ მაშინებ შენი სიტყვები. მითხარი ახლა, აქ რას აკეთებ? უფლის შვილია მწყემსი. ტყუილად კარგავ დროს. მაგასაც ვნახავთ გაბრიელ. სხვებიც იყვნენ უფლის შვილები, მაგრამ ახლა ბორკილებ დადებულნი არიან ჯოჯოხეთში. მე გაგაფრთხილე მაინც. მაგასაც ვნახავთ. კეთილშობილი მწყემსი ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათს ისვენებდა და შემდეგ ისევ აგრძელებდა სიარულს. მიზნად ჰქონდა დასახული, რომ ეპოვა 64 და შეხვედროდა უფალს, ისე როგორც ჰქონდა მოსმენილი მამა ფოტისგან. როდესაც გზად რაიმე წინაღობას გადაეყრებოდა, ცდილობდა ისე გავლას, რომ სწორი გზიდან არ გადაეხვია, რათა ზედმიწევნით შეესრულებინა მამა ფოტის სიტყვები. არ გადაეხვია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, არამედ სულ წინ ეარა. მისი სუფთა და კეთილი სულის გამო პირდაპირ ჰქონდა გაგებული სასულიერო პირის ნათქვამი სიტყვები. გულში ღრმად სჯეროდა, რომ სადაცაა უფალს შეხვდებოდა. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამე თუ მათია სასუფეველიცათა.
ახლა წყალი და საკვები ილეოდა, მისი რწმენა კი არა. გემუდარები ჩემო ღვთისმშობელო, დაიფარე ჩემი მეუღლე, გამოუცდელი და კეთილია, დაღამდა და ჯერაც არ დაბრუნებულა. კარგი ადამიანია ჩემო ღვთისმშობელო, მიყვარს. შენც გიყვარს ჩემზე მეტად, ამიტომ შვიდად ვიქნები. შენ მოგანდობ. მარიო, ამ დროს აქ რას აკეთებ? დასრულდა ღამისთევა, დაგეძინა აშკარად, ხომ? მამა ფოტი, რომ იცოდე დღეს რა გაგვიკეთე? რა გაგიკეთეთ, ეს კიდევ რაღაც ახალია. მავროგენიმ შენი ქადაგება მოისმინა, სადაც ამბობდი, რომ მორწმუნენი სწორგზაზე უნდა დადიოდნენ, სასუფეველი რომ იპოვონ. გუდა გაავსო საჭმლი და წავიდა. და საწავიდა? სწორგზაზე, უფლის საპოვნელად და ჯერაც არ დაბრუნებულა. რა ჩაიდინა? ესე იგი პირდაპირ გაგებით გაიგო ის, რასაც ვამბობდი. დიახ, მამა ფოტი. და ახლა როგორ ვიპოვო მე? ვახ, შვილო, ეს რა ხდება ამ მშვიდობი ჟამს? და შენ აქ რისთვის მოხვედი? ის მშობელს რომ შევევედრო დაიფაროს. ხო, და სთხოვე? კი. კარგი, მაშინ რაღაც ნერვიულობ. მამა ფოტი, ახლა შენ ჩემს გაჭირებაზე თამაშობ? მომისმინე. შენ ეჭვი გეპარება ღვთისმშობლის ძალაში? და თუ კი მაშინ რაღაცო სთხოვე. მისმინე, მარიო. მავროგენი უფლის ადამიანია. იმას ნუ აქცევ ყურადღებას, რომ ეკლესიურ თემებში ვერ ერკვევა. ოდესმე მაგასაც ისწავლის. მისი გული პატარა ბავშვის გულივითაა. და ამ გულში ნამდვილად ცხოვრობს უფალი. ამიტომ ვფიქრობ, არც იყო საჭირო ღვთისმშობლისთვის გეთხოვა დახმარება. ისედაც დაიფარავს მისი მადლი ყოველთვის. შვიდად რომ იყო, მეც მოიხსენიებ. მამა ფოტი, მთელი ღამისთევა გქონდა შენს, წადი და ისვენე. ვიცი, რასაც ვამბობ. დღევანდელი ქადაგება რომ არ მოესმინა, ახლა შენთან ერთად სახლში იქნებოდა, ამიტომ მეც წვლილი მიმიწვის. დამშვიდი და ყველაფერი კარგად იქნება. დამლოცე, ჩემო მამაო. შეეშვი ხელზე ამბობს და დროულად წადი. ამ შუაღამეს ვინმე დაგვინახავს, წადი. და ხვალ დილით შევხვდებით. მშვიდობიანი დღის გათენება. წადი. ეს რა ჩაიდინა ამ შეშლილმა?
გამარჯობა დალოცვილო. გამარჯობა ჩემო მამაო. რა დაგრჩენია ამ უდაბნოში ფეხით მოსიარულეს. ასე მამაცად გააგრძელე და ნუ ინერვიულებ ნურაფერზე. ვინ ხარ ჩემო მამაო? რატომ გაქვს თავი დახრილი? არ შემიძლია შენი დანახვა. ნუ დაკარგავ შენს გამძლეობას, მავროგენი, რწმენით განაგრძე. ხო, ძალიან რთულადაა ყველაფერი, მამაო. საკვები და სასმელი წყალი გამითავდა. ერთი წამი, საიდან იცი ჩემი სახელი? წინიარე და ნუ გეშინია. მეტი აღარ შეგაწუხებს ეშმაკი, კისრით მიჭირავს. ეშმაკი? შორია გზა, მამაო, მეც ძალიან დაღლილი ვარ. საწავიდა? მამაო. სად ხარ, მამაო? იქამდე უნდა მივაღწიო. ასე მამაცად გააგრძელე გზა და ნუ ინერვიულებ ნურაფერზე. კიდევ კარგი ჩემს გზაზეა. ვინ ხარ უცნობო? ცოტა წყალი, ჩემო მამაო. ცოტა წყალი. დამშვიდი, ჩემო ძმაო. ნუ ნერვიულობ. წამოდი შიგნით შევიდეთ. წყალსაც მოგცემ და საჭმელსაც. ცოტას დაისვენებ. დამეყრდენი. წყალი. ცოტა წყალი. მაპატიეთ ჩემო ძმაო, როგორ შემეძლო ჩქარა მოვედი. ტანსაცმელი უნდა გამომეცვალა, რადგან ღამის თევა გვაქვს და არ შემიძლია სამუშაო ტანსაცმლით წავსულიყავი. როგორ გრძნობ თავს? ცოტა წყალი. ვახ, წყლის მოტანა დამავიწყდა, ერთი წამი, გავიქცევი ახლავე, მალე მოვალ. წყალი. წყალი. დალიე, წყურვილი მოიკალი.
აბა ცოტა უკეთ ხარ? დიდი მადლობა, ჩემო მამაო. გაიხარე. ხელები დაგელოცოს. შენ იყავი კარგად. ცოტა ხანს ჩამოჯექი და ისვენო. შემდეგ შიგნით შეგიყვან, ცოტა საჭმელი რომ შეჭამო. დიახ, შევჭამო, მამაო. შევჭამო. როგორი კარგი გარემოა აქ. როგორი სიმშვიდეა. ასე ვარ ჩვენ აქ. ჩვენს სოფელში, სიმშვიდეში ვართ. ისეთი არა, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აქ ხართ. ჩვენ ხრები გვყავს. ზანზალაკები ჰკიდიათ და ასეთ ხმაც გამოსცემენ. დრინგი და სიფაკაც ყავს. რომელიმე ცხარი თუ გაიქცევა, ყეფას იწყებს, რომ უკან დააბრუნოს. ხმაურობს. ჩვენს ყავს ცხოველები აქ, მაგრამ სიმშვიდეა. ისინიც მორჩილებაში არიან, როგორც ჩვენ. მართლა? ღამე არაფრის ხმა არ ისმის. და ჩვენ სოფელში სიწყნარე გვაქვს. ერთ დღესაც რომ გვესტუმრები, გაგიმასპინძლდები. ნახავ, მოგეწონება. ნუ რა თქმა უნდა, ქალბატონ დიამანდოს არ უნდა გადაეყარო, რადგან თუ გახსნა პირი, თავდადკიებული წახვალ, ჩემო მამაო. ხედავ, თითქოს უკეთ ხარ, გამოცოცხლდი ხომ? დიახ, მადლობა, ჩემო მამაო. უნდა წავიდე ღამის თევაზე. ჩამოლოცვას უნდა მივუსწრო, შემდეგ ტანსაცმლის გამოვიცვლი და საჭმელს მოგართმევ. ვაი, ჩემო მამაო, დიდი ბოდიში, დაგაყოვნე ხომ? არი ნერვიულო, კურთხევა მაქვს აღებული გერონდასგან, რომ შენ მოგიარო. გერონდა? ძალიან მოხუცია? არა, ასე მივმართავ ჩვენ ბერები. მონასტრის წინამძღვარია. როდესაც შეჭამ საჭმელს, მოვა და გაიცნობ. მოდი ადექი ახლა, წაგიყვანო სტუმრების მისაღებ ოთახში. მეც წავიდე რომ მივუსწრო ღამის თევას. წავიდეთ. არა, ჩემო მამაო, შენ წადი ღამის თევაზე და მე ჩემით წავალ სტუმრების მისაღებ ოთახში. უბრალოდ მიმასწავლე სად არის რომ მივაგნო. კარგი, აქ პირდაპირ წახვალ, შემდეგ მარჯვნივ მოუხვევ და შენს წინ დაინახავ. მადლობა, ჩემო მამაო. არხონდარიკი, სტუმრების მისაღები. ესე იგი იქ თავადებიც არიან. და მე ამ დაძონძილი ტანსაცმლით სად მივდივარ? ნეტავ შენ. ნახევარი სირცხვილი ჩემი იყოს და დანარჩენი ნახევარი მათი. ოხ, ეს რა არის? აი ხილიცინებე. შვენიერია. ღვინო ჩვენი გამოხდილია. მართლა? შვიდათ მიირთვი შენ. წავალ იღუმეს მოვუხმობ, კარგი? არა, ნუ შეაწუხებ ამ დროს, არ არის სწორი. არასდროს არ წუხდება იღუმენი, უცნობო. დამშვიდი და შემდეგ დავილაპარაკებთ. კარგი, ჩემო მამაო, კელიასაც გაგიმზადებ რომ დაიძინო, კარგი? შვენიერი, ჩემო მამაო, კარგი, დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვი. გაიხარე, მამაო, ოხ, რა კარგია. რა გემრიელია. წმინდა ანტონი, დიდება შენს სახელს.
დაჯექი უცნობო. დაისვენე ცოტათი მაინც. დიახ, ჩემო მამაო, დიახ. და ეს ყველაფერი შევჭამე ახალგაზრდა მამაომ რომ მომიტანა და მოვძლიერდი. დიდი მადლობა თქვენ. მე მონასტრის წინამძღვარი ვარ. ემანუელი მქვია. და შენ როგორ გქვია? მავროგენი. მარიოს მეუღლე ვარ და ჯერჯერობით არც ერთი ბავშვის მამა. და რა საქმიანობ, მავროგენი? წყემსი ვარ, ჩემო მამაო. 60 ცხვარი მყავს. დიახ, 60 ცხვარი. ბევრი არაა, მაგრამ ჩვენთვის საკმარისია. ახალი რძე გვაქვს და ყველიც. სოფელსაც ვამარაგებთ. რამდენიმე ქათამიც ყავს და ახალ კვერცხსაც მივირთმევთ. დიდება უფალს მშვენივრად ვართ. და რა მინდა რომ გკითხო, ამ დროს რას დაეძებდი ამ ადგილებში? უდაბნოა აქ, ძალიან მოშორებულია ქალაქისგან. ლახანდარებიდან დავიწყე ჩემი სოფლიდან. 64 საპოვნელად მივდივარ. სად მიდიხარ? 64 საპოვნელად. მამა ფოტიმ თქვა, რომ სწორ გზაზე თუ ვივლით, არც მარჯვნივ გადავუხვევთ, არც მარცხნივ, უფალს ვიპოვით და 64-ესაც. თქვი, ღვთის ადამიანია, გამორიცხულია ტყუილს ამბობდეს თქო. და მეც დავიწყე და აქამდე მოვედი. არ გადამიხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. კიდევ კარგი. თქვენი მონასტერი ვიპოვე, რადგან წყალიც და საკვებიც დამიმთავრდა. ამიტომ, ჩემო მამაო, გთხოვ, ნება მომეცი ცოტა დავისვენო და ისევ განვაგრძობ ჩემს გზას მის საპოვნელად. ძალიან არ შეგაწუხებთ. და შენს დალოცვილო, ასეთი მოგზაურობა დაიწყე ცოტა საკვებით და წყლით? არ იცოდი, რომ ეს მოგზაურობა ძალიან ხანგრძლივია. ხანგრძლივი? დიახ. შენ, ჩემო მამაო, რამდენჯერ იყავი? მე ჯერ არ ყოფილვარ, მაგრამ სხვებს ვიცნობ, ვინც იყვნენ. მამა მანული, ნებას მოცემ დაგვიმუშაო ცოტა ხანს? პულის მაგივრად საკმარისი საკვები და წყალი რომ მომცე, რომ გავაგრძელო ჩემი გზა მის საპოვნელად. რასაც გინდა იმას გავაკეთებ. ეკლესიას გავასუფთავებ, ეზოებს, რასაც თქვენ გთხოვთ. კარგი. წადი ახლა დაისვენე და დილით რომ გაიღვიძებ, მოდი ეკლესიის დასასუფთავებლად. წირვის დასრულების შემდეგ. აბა, რა სიტყვი? დიახ, დიდი მადლობა, ჩემო მამაო, დიდი მადლობა. და დარწმუნებული იყავი, გავაკრიალებ, იბწყინებს. ნამდვილად იბწყინებს. წავალ ახლა დასაძინებლად. კარგი? ნახვამდის, ჩემო მამაო, კარგი ღამე გქონდეს. ნახვამდის, შვილო. ნამდვილად იბწყინებს, რადგან ბრილიანტის გული გაქვს, ჩემო შვილო. დილამშვიდობის, მამა მანული. რაკენით დაასრულეთ საქმეები შიგნით თქვენ? მავროგენის გაუმარჯოს. ხედავ შეიარაღებული მოხვედი, ჰა? რა თქმა უნდა, ჩემო მამაო, რა თქმა უნდა. მავროგენის სიტყვა კანონია. წავალ შიგნით საქმეებს დავიწყებ, კარგი? კარგი და თუ რამე დაგჭირდეს, ჩემს კელიაში ვიქნები. კარგი უფროსო, კარგი. და არ დაგავიწყდეს შუა დღისა სადელზე გელოდები. კარგი. წარმატებები. ბედნიერად.
ვაი, ეს ვაჟკაცი დაასახიჩრეს ამ საზიზღრებმა. ვაი, ჯერ კიდევ ჩამოკიდული ჰყავთ. რას აკეთებ, მავროგენი, შენ თავს ესაუბრები? დიახ, მამაო, ხმამაღლა ვფიქრობდი. ხშირად ვაკეთებ ამას. კარგ შვრები, კარგი წარმატებები მოგვიანებითაც გნახავ. გაიხარე, მამაო, გაიხარე. ჯერ კიდევ არ გამოჩენილა მავროგენი, მაგრამ არ ინერვიულოთ. დილამშვიდობის, მამა ფოტი. გაგიმარჯოთ, გოგოებო, როგორ ხართ, შვილებო? კარგად ვართ, მამაო. ბატონი ლაზარის დასახმარებლად მივდივართ, რომელსაც წელი აწუხებს. ყოჩახ, ჩემო მშვენიერებო. თქვენ გახსოვდეთ, პირველები შეხვალთ სამოთხეში. აი, შენ იქ ვერ გხედავ დალაქო. წადით, გამიშვით ხელი. მიდი, წადით, მიდით. მოიცა ახლა სერიოზულად ამბობ, მავროგენი ადგა და უფლის საპოვნელად წავიდა? ხომ იცი როგორ გულუბრყვილოა ჩემო მენიო. მენიო, შენი ბრალიცაა, ასე რომ არ დაგეჩხარებინა მაშინ ყველზე, ახლა მავროგენი მშვენივრად იქნებოდა. დამშვიდით, რამეს ვიზამთ? რა სიტყვი რომ სოფელში გამოვაცხადოთ, იქნებ სოფლის თავკაცმა გააგზავნოს ხალხი მის საპოვნელად. ყველაფერს მივხედავთ, შვიდად იყავით და ყველაფერი კარგად იქნება. ერთი მითხარი, მარიო, შენმა ქმარმა ბევრი საკვები წაიღო თან? აბა რა გითხრა, მამა პოტი, რამდენიმე კონსერვის ხილა, 3 ცალი პამიდორი, ცოტა ყველი, პური და ასევე ცოტა წყალი წაიღო. ესე იგი უფლის პოვნას მალევე გეგმავდა რა? ეს ხომ მავროგენია, სხვას რას ელოდი, მამაო? ხო, მართალია. მარიო, იქნებ მთაში წავიდა, თავის მხარეში. ადრეც აკეთებდა ამას. არა თქო, ჩემო მენიო, გეუბნები გარკვევით, მითხრა პირდაპირ წავალ, რომ სამოთხო ვიპოვო და უფალს შევხვდებიო. და ახლა სად არის, უფალმა იცის. ასეთი ადვილი რომ ყოფილიყო, ჩემო მარიო, ეგ ყველა წავიდოდით მის საპოვნელად. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ასეთი ცოტა საკვებით ხვალ დილამდე უკან დაბრუნდება. მეც ეგ ვთქვი, სადამდე წავა? თითქოს არ იცნობთ მავროგენის, რაიმეს თუ ჩაიდებს გონებაში, ვინ შეუცვლის აზრს? დაველოდებით ხვალ დილამდე და თუ არ იქნება დაბრუნებული, სოფლის თავკაცთან მივიდეთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ თავად წავათ მისაძებნელად. ახლა მშვიდად დავიშალოთ. ვინმე რამეს არ მიხვდეს, კარგი? მიდით, წავედით. მიდით. ნუ ინერვიულებთ მავროგენიზე, ის კარგად არის. კი, მაგრამ ეს ვიღა იყო? რატომ, ვინმეს დანახვა მოასწარი? მხოლოდ ხმა გავიგე? მეც. მე დავინახე ვიღაც, მაგრამ როგორც კი შეუბრუნდი გაქრა. წავედით ჩვენს სახლებში, თორემ გავგიჟდებით დღეს და როგორც შევთანხმდით, ისე მოვიქცეთ, კარგით? წავედით და ისევ შევხვდებით. ვახ, შემეშვი ამ ხელზე ამბორით. მიდი, წადით. აი შენ, დალაქო, ამბორე, თავის დამდაბლება გჭირდება. დიახ, ჩემო მამაო. ყოჩაღ მასე, წადი შენც ახლა. ვახ, ეს საწყალი საბრალო ბიჭი. ვინ იცის რა ჩაიდინა, რომ ასე სჯიან? სასულიერო პირები კარგი და მიმტევებელი ხალხია. და ასე ვინ დაასახიჩრა?
რა გავაკეთო? რამე უნდა მოვიმოქმედო? რამე უნდა მოვიმოქმედო? შეუძლებელია, არ შემიძლია ის ბიჭი აქ ასეთ ჩამოკიდებული დავტოვო. არა, რამე უნდა მოვიმოქმედო. რამე უნდა მოვიმოქმედო. Κάτι πρέπει να κάνω. დილამშვიდობისა, მავროგენი. დილამშვიდობი, ძმაო. დილამშვიდობის ორივეს. Καλημέρα σας. აღელვებული ჩანხარ. რამე მოხდა? არაფერი. Χαρά είμαι. მშვენივრად ვარ. Απλά σκεφτόμουν. უბრალოდ ვფიქრობდი, საიდან დავიწყო დასუფთავება, რომ ყველაფერი მოვასწრო. მხოლოდ ესაა თუ კიდევ არის რამე? Τίποτα άλλο. სხვა არაფერი, ჩემო მამაო, მხოლოდ ეგ. ნუ ინერვიულებ მაგაზე. როგორც კი ჩემს სამღვდელო საქმეებს დავასრულებ, მოვალ დასახმარებლად. დაისვენე შენც. ფეხით გაისეირნე, როგორც კი დავასრულებ, მოვალ და ერთად ვიმუშაოთ. Εντάξει. კარგი, ჩემო მამებო. წავალ მონასტერს შემოული, რადგან დიდია. ცოტა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ და შემდეგ დავბრუნდები საქმის გასაკეთებლად. კარგი, მავროგენი, მოგვიანებით შევხვდებით. ყურადღებით იყავი მასთან, რადგან გუშინ ღამე მოჩვენებასავი დადიოდა ეზოში. არ ვიცი, მაგრამ რაღაც ვერასვენებს. ყურადღებით იყავი. იცი შენ, არ შეგამჩნიოს. როგორც მაკურთხებთ, გერონდა. ვაშკაცო. ჰეი, ვაშკაცო. Παλικάρι. შეგიძლია მაქედან ჩამოხვიდე. Να κατέβεις από εκεί πάνω να. რაღაც მოვიტანე და ერთად მივირთვათ. Αυτό είναι το βραδινό μου. ეს ჩემი ვახშამია. Είναι πολλά, αλλά θα μας φτάσει. ბევრი არ არის, მაგრამ გვეყოფა. შეგიძლია? Ή να έρθω να σε თუ მოვიდე და ჩამოგიყვანო მე? ძალიან დასუსტებული ჩანდი და να φας να ცოტა საკვები მოგიტანე, რომ მოძლიერდე. φαινόσουν εξαντλημένος. კეთილი საქციელია შენი მხრიდან, ჩემო ძმაო. Σε ευχαριστώ. მადლობა. Εγώ είμαι ο მე მავროგენი ვარ, Μαυρογέννης. ლახანადებიდან. კიდევ კარგია მონასტერში მოვხვდი, რადგან მოვკვდებოდი შიმშილისგან და დაღლილობისგან. Από την πείνα και από την κούραση.
აქ ეს ბერები და განსაკუთრებით კი უფროსი ძალიან კარგი ადამიანები არიან. Είναι πάρα πολύ καλοί άνθρωποι. Τι რა ჩაიდინე ჩემო ვაჟკაცო, რომ ასე დაგსაჯეს? მათ არ დაუსჯივარ. έκαναν αυτοί. Έτσι με βρήκα. ასე მიპოვეს. სხვებმა დამსაჯეს, Μα δεν τους κρατώ. მაგრამ მათზე არ ვარ გაბრაზებული. Δεν ήξεραν τι έκαναν. არ იცოდნენ რას ჩადიოდნენ. Όταν ξέρουμε τι როდესაც ვიცით რას ჩადივართ, αγάπη. სიყვარულით ჩავდივართ. Καλά και კარგი, მაგრამ რატომ ყავხარ აქ ჩამოკიდებული და არ ხსნიან იქიდან რომ მოგიარონ? γιατί εγώ τους რადგან მე ვთხოვე მათ, რომ ასე დამტოვონ. წამებული ადამიანი ανθρώπου წამების მიტევებით სიყვარულის სიმბოლო ხდება. συγχώρησε. Εγώ λοιπόν მე თავად ვთხოვე მათ. შენ? ეს კიდევ რაღაც ახალია. τούτο ხანდახან ჩემით ჩამოდივარ. აი როგორც ახლა. ο μόνος μου. Να, πώς τώρα. Εσύ და შენ? πώς აქ როგორ მოხდი? მე ჩემო ვაჟკაცო, 64-ში მივდიოდი, უფლის საპოვნელად, βρω το Θεό. მაგრამ საჭმლის და წყლის გარეშე დავრჩი და ამ მონასტერში მოვხდი. Βρέθηκα σε αυτό το μοναστήρι. Ο παπα მამა მანოლი მითხრა, რომ საკმარის საკვებს და წყალს მომცემს, რომ გზა განვაგრძო, რადგან შორია, მაგრამ მე გავუძლებ. αντέχω εγώ. Και δεν έχεις ახლობელი ადამიანი არ ყავს, ვინც გელოდება შენს მხარეში. დიახ, მყავს, როგორ არ მყავს? Πώς δεν έχω. ჩემი მეუღლე მარიო Γυναίκα μου τη Μαριό. და ჩემი ძაღლი სიფაკა, რომელიც ჩემს ცხვრებს იცავს. Τι θα πω და შენს ცოლს რას უპირებ? იქ დატოვებ? γύρισεις πίσω. რას ამბობ, ჩემო ვაჟკაცო? ვიპოვი სად არის 64 და დაუბრუნდები მის წამოსაყვანად. Δεν ήσουν να την πάρω κι αυτή. მეწოდინება რამდენად შორია Ξέρω. და რა რაოდენობის საკვები უნდა წამოვიყო ჩვენთან ერთად. Θα πάρω μαζί μου. Μην ανησυχείς. არ ინერვიულო. წადი შენ და უფალს ვეტყვი მას გზა უჩვენოს. Εγώ να της δείξει το δρόμο. რა? Έχεις δει το უფალი ნანახი ყავს? ხანდახან აქ. εμφανίζεται εδώ. მონასტერში გამოჩნდება ხოლმე, რომ ბერებს დაეხმაროს. და ასე მეც ვხედავ ხოლმე მას. Αμά, და თუ კიდევ შეხვდები მას, გთხოვ, მარიოს უთხრას, რომ იაკუმის სთხოვოს ეტლი წამოიყვანოს, რადგან დიდი მოგზაურობაა და უკვე ისედაც დაღლილი თავისი საქმეებით ვერ შეძლებს ფეხით აქამდე მოსვლას. θα αντέξει να έρθει με τα πόδια. Εντάξει. კარგი, ბრძანებას გავცე მე ეტლეს შეატყობინონ. Τον αμαξά. Θέλεις. გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე 64-ში. ძალიან კარგია იქ, Είναι πάρα πολύ. ამიტომაც მივდივარ მეც. Γι' αυτό πάω κι εγώ. შენც მოგცემს უფლება შიგნით შესვლის. აბა რა სიტყვი, წამოხვალ? Θα έρθεις. როგორ ფიქრობ, მავროგენი, როგორია 64? არ ვიცი, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ Ότι είναι, კარგია, ότι είναι ωραία. როგორი კარგი. Ο Παπαφώτης είπε მამა ფოტიმ თქვა, რომ ძალიან მშვენიერია. შენ რას ფიქრობ? εσύ τι λες. Δεν υπάρχουν λόγια που να μπορούν არ არსებობს სიტყვები ამ ადგილის აღსაწერად. σε αυτό. Ο νους ადამიანის გონება ვერ ჩაწუდება. μου άναψες. ქარცეცხლი დამინთე ახლა. შენ საიდან იცი? Σε τσάκωσα. გამოგიჭირე. არ მითხრა ახლა რომ ისევ არავის არ ესაუბრებოდი. საკუთარი ყურით გავიგონე. თქვი დალოცვილო, ვის ესაუბრებოდი ამ ღამეს? Χριστιάτικα. Παπά μου, ჩემო მამაო, ჩამოკიდებულ ბიჭს ვესაუბრებოდი. του λυπήθηκε η ψυχή μου και του შემეცოდა და ვუთხარი რომ ჩემთან ერთად ევახშმა. 64-ში წასვლა მინდა. πάω στον παράδεισο. Μη με μαρτυρήσεις. ნუ გამთქვავ წმინდა ბერო. Λόγια, ρε. სოფლის მამაო, მამა ფოტიმ თქვა, სწორ გზაზე თუ ვივლით Αν πάρουμε τον ίσιο δρόμο και და მოწყალენი ვიქნებით 64-ში წავალთ. θα πάμε στο... მიხვდი? Καταλαβαίνεις. და ამიტომ ვუთხარი,
მოსულიყო ევახშმა ჩემთან ერთად. Να φάει κάτι να ცუდი საქციელი ჩავიდინე? κακό έκανα. არა. კარგად მოიქეცი. ყოველთვის იყავი მოწყალე იმათ მიმართ, ვისაც ესჭირდება. Το έχουν ανάγκη. Πρέπει να φύγω. უნდა წავიდე. Τους φοβήθηκες. შეგეშინდა მათი ხომ? ვეტყვი რომ ჩამოხსნან მაქედან. Τους πω να σε κατεβάσουν. ეს ნიშნავს უბრალოებას. ეს ნიშნავს თავმდაბლობას. შენს მადლს არ დავუტოვებივარ თუფალო. გერონდა, გამოიქეცით ჩქარა. შეწყვიტეთ, რასაც აკეთებ და ჩემთან ერთად წამოდით, ჩქარა. რა გჭირს, რა გერგესინელი შეპყრობილი ვიტყვირი, ჰა? ჩქარა, გერონდა, წავედით, გერონდა. ნუ მეკაჩები, ცოტა პატივისცემა გამოიჩინე. რა მოხდა თქვი? მითხარი. უფალი ჯვარცმიდან ჩამოვიდა და მავროგენისთან ერთად ვახშმობდა. Έτρωγε μαζί με τον Μαυρογέννη. რას ამბობ, შეშლილო. აზრზე მოდი. ფიცავ, ჩემს სიცოცხლეს ფიცავ. თუ ტყუილს ვამბობ და შენს ფეხებდა მკვდარი დავეცე. Πόδια σου κάτω. უფალო შეგვიწყალე. წავედით. მავროგენი, რაც თეოდორე მითხრა სიმართლეა? Συμπάθαμε παπά. მომიტევე მამა მანოლი, მაგრამ შემეწოდა ვაშკაცი და რაღაც მოუტანე რომ ეჭამა. ვინ ვაშკაცი? ჩვენ ვართ მხოლოდ აქ. აი ის ვაშკაცი თავზე ეკლის გვირგვინით. იცი გვინ არის? Όχι παπά μου. არა, ჩემო მამაო. არ მიკითხავს, მაგრამ სავარაუდოდ ცუდი ადამიანი უნდა იყოს ასე რომ სჯით. ჰა? Του τιμωρείτε έτσι. მაგრამ მე ძალიან კარგად მესაუბრა. თქვენ ძალიან გაგამწარათ, ხომ? Σε έχει πικράνει πολύ, მასთან ისაუბრე? მისი ხმა გაიგონე? Στη φωνή του. Μόνο τη φωνή. მხოლოდ ხმა? ჩამოვიდა ძირს და ერთად ვივახშმეთ. ძირს ჩამოვიდა? დიახ. მავროგენი. ასეთი რამეებით არ ვთამაშობთ. ძალიან გთხოვ. მინდა მომიყვე რა მოხდა. მაგრამ მხოლოდ სიმართლე. წადი ოლარი მომიტანე მამაო და მარტო დაგტოვე ცოტა ხნით. მოდი ჩემთან მავროგენი. მოდი მავროგენი. დაჯექი. მინდა შენი ცხოვრების შესახებ მომიყვე. რაც გახსოვს მითხარი.
შვილო, რაღაცას მოგცემ ძალიან ძვირფას. მინდა რომ სულ თან გქონდეს. აი ღვთისმშობლის ხატი. სახელად დაჭრილი. დიდი მადლობა ჩემო მამაო. Θα την προσέχω σαν თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. ჩემო ძმაო, უფალს თუ შეხვდები, ჩვენზე რაიმე კარგი სიტყვა შეგვაწიე. Θα πω παπαμანώ. ვიტყვი მამა მანოლი, ვიტყვი. მაგრამ რატომ ყავთ ჩამოკიდული ადამიანი ჯვარზე? რა დაგიშავათ? ჩამოხსენით ჭამოს, დალიოს და თქვენ თუ არ გინდა რომ აქ იყოს, მაშინ მე წავიყვან ჩემთან ერთად. ახლავე ჩამოხსნით. ბედნიერი გზა გქონდეს. უფალი შენთან. Θεός μαζί σου. Τι κοιτάς βρε რას უყურებ მავროგენი? Ποιος θα ვინ არის ეს კაცი სურათზე? რატომ კითხულობ? μπορώ να... შეიძლება ცოტა ხანს დაველაპარაკო? Δεν έχω προλάβει να τον ვერ მოვასწარი მადლობის გადახდა. მადლობა გადაუხადო? რა გინდა მავროგენი, ჰა? ეს წმინდა პაისია. 20 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა. Έχει κοιμηθεί. გარდაიცვალა? კი, გარდაიცვალა. რას ამბობ მამა მანოლი? სრულჭკუაზე ხარ? კარგი, შეიძლება გაუნათლებელი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ. რას გულისხმობ მავროგენი? Λάνετε τελείως μου φαίνεται. თქვენ საერთოდ გადამრევთ მგონი. მამაო მიპოვა, როდესაც აქ მოვდიოდი და მელაპარაკა. ძალგამოცლილი ვიყავი და ძალა შემატა. ოჰ, მავროგენი, ზედმეტი გადაღრილობისგან ჰალუცინაციები გექნებოდა. ისე მართლა. არასოდეს გსმენია წმინდა პაისის შესახებ? Έχω παπαμανώ. მე მამა მანოლი მხოლოდ მარიოს, სიფაკას და 5-6 თანასოფლოს ვიცნობ. სხვა არავის ვიცნობ ამ სამყაროში. კარგი და აბა ეგ მითხარი, როგორ დაგეხმარა წმინდანი? Άντε ისევეს წმინდანი. თქვენ ადამიანს თავის დროზე აცხადებთ მიცვალებულად, ასე მგონია. მითხრა რომ გზა განმეგრძო, სიმამაცით და რომ მეტად აღარ შემაწუხებს ეშმაკი, რადგან კისრით უჭირავს. მაშინ დაუჯერე მის სიტყვებს მავროგენი და განაგრძე შენი გზა. გერონდაც უფლის საპოვნელად წავიდა, როგორც შენეძებ. წადი და იქნებ შეხვდე მას. Αν είναι έτσι, თუ ასეა, εντάξει. კარგი. Αν το თუ δείτε თქვენ σαν ჩემზე ადრე ნახავთ, მადლობა გადაეცით და კარგად იყოს. να είναι καλά. შვიდობით ჩემო მამებო. ბედნიერად. გერონდა. შეხედეთ. მავროგენი. Ποιος είναι αυτός ο άνθρωπος? ვინ არის ეს ადამიანი, გერონდა? ღვთისკაცია, რომელიც უფლის მადლით არის სავსე. და ჩვენ მთელი ცხოვრება მარხვაში გავლიეთ, ლოცვაში, დუმარებაში, ღამის თევებში და მის ცერა თითსაც კი ვერ წვდებით. წინჯერ ბევრი საქმე გვაქვს, ძმაო.
ძალიან ბევრი საქმე. მიდი, წავედით. სათხარ ჩემო სიყვარულო. ნეტავ თუ იპოვე ის, რასაც ეძებდი. ჩემი ადგილი, ჩემი მეუღლის გვერდითაა. Mario. 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 Mavro geni neta satkar. უფალმა დაგიფაროს ჩემო კეთილო მწყემსო. If რა გემრიელია? Και το βέλη. დღე გრძელი იყავი მამა მანოლი. Λοιπόν, έτσι. ასეა ეს საქმე. რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ ბატონო სოფლის თავკაცო. Κύριε Κοινοτάρχα. ვა, ეს რა განსაცდელი დაგვატყდა თავს. რა გავაკეთოთ, მამა ფოტი? შენ რას გვირჩევ? ხალხი უნდა გავაგზავნოთ მის მოსაძებნად და მთელი სოფელი დავაპანიკოთ? რა თქმა უნდა, ჩვენი ვაჟკაცი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა გამოვაცხადოთ. მავროგენი ჩვენი სოფლის სანაკებო ვაჟკაცია. ბევრი ინერვიულებს. დაბა დაფიქრდი საბოლოოდ არაფერი რომ არ ხდებოდეს და ჩვენ კიდევ მთელი სოფელი უნდა ავაფორიოქოთ. იქნებ ჩვენი ხალხი გავაგზავნოთ ჩუმად მის მოსაძებნად. მამაო, შენ იცნობ ვინმეს მსგავსი რომ გაიგოს და ჩუმად იყოს? რამდენიმე წუთში მთელი სოფელი გაიგებს, გეუბნები. მართალი ხარ. მართალი ვარ, აბა არ ვარ? Δηλαδή, ესე იგი მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება.
ვახ, კაცო. ნელა, გოგო, ნელა. თელ შენობას დაგვინგრევ. რა მოხდა? მივედი და თქვი, შვილო, ნუ დაგვტანჯე. მავროგენის ქოხში მივედი და არავინ დამხვდა იქ. მარიო თავის ფრის საძებნელად წავიდა. რას ამო, გოგო, დარწმუნებული ხარ? კი, შორიდან დავინახე მთაზე როგორ ადიოდა. ოჰ, ღვთისმშობელო, შენ დაგვიფარე. განგაში. ახლა მთელი სოფელი ფეხზე უნდა დადგეს სასწრაფოდ. გაინძერით, თანასოფლელებო, გაინძერით. და შენც მამაო, წამოდი. შენც გაინძერი. ამ კიკინებმა შეგჭამო შენ, გაინძერი. არადა რომ მკითხო, პანიკა არ გვინდაო. ეი, მარიო. საიდ გაგიწევია მარტოს. ეი, როგორ ხარ, იაკუმი? საიდ გამიწევია? 64-ისკენ მივდივარ, ჩემი ქმარი რომ ვიპოვო. მოდი, ამოხტი ზემოთ. რომელიღაც კონკრეტულ ადგილამდე მიგიყვან, რადგან შეიძლება შორი იყოს. მადლობა, მოდი. გაიხარე, ჩემო იაკუმი. უკვე დაღლას გვძნობდი. ხუმრობ, ჩემო გოგო. აბა რა გეგონა, გზაზე დაგტოვებდი? მითხარი, აბა? სერიოზულად, ოღონდ, სადმე დიხარ? მავროგენის საპოვნელად. მამა ფოტის უსმინა, რომ ამბობდა ეკლესიაში სწორგზაზე უნდა იაროს მორწმუნემ, უფალი რომ იპოვოსო. ჩანთა გაავსო საჭმლით, ცოტა წყალი წაიღო და წავიდა. მაპატიე, ჩემო მარიო, მაგრამ ძალიან სასაცილოდ ჟღერს. კარგი და მამა ფოტი რა თქვა? სოფლის თავკაცს აძებნინებს. ნუ იცინი, იაკუმი. გულუბრყვილოა მავროგენი, ხომ იცნობ? მეშინია რამე ცუდი არ მოხდეს. მაპატიე, ჩემო გოგო, მესმის შენი. და ახლა რა ხდება? მარტოს გაგიწევია მისაძებნელად. და რა გავაკეთო? ნერვიულობ მასზე. მარიო, ნეტა ყველა ქალი შენაირი იყოს. სათუთი გული გაქვს. გაიხარე, იაკომი. დამშვიდი, ნუ ნერვიულობ. გამოჩნდება გზა. მე სამწუხაროდ ტრიკოფონზე უნდა ჩავიდე. ტვირთი უნდა ავიღო. პლატანომდე მიგიყვან და უკანა გზაზე ისევ შეხვდები. კარგი, ჩემო იაკუმი, მანამდე დავისვენებ. მადლობა. უფალო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლოს ხარ. მაგრამ თუ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ, არა უშავს, რადგან მამაოებმა ბევრი რაღაცით მომამარაგეს. იმ ვაჟკაცმა თავზე ეკლის გვირგვირი რომ მქონდა. მითხრა ძალიან კარგია 64-შეო. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. მინდა ისიც მიიღო. არ ვიცი რა ჩაიდინა, მაგრამ მე სიმპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ. აბა რა სიტყვი, უფალო? მალე მოვალ შენამდე თუ დღეები დამჭირდება. ამას ჩავთვლი როგორც კარგ მინიშნებად. შვენიერია. ახლა ცოტას დავისვენებ და
ხვალ შევხვდებით. ღამე მშვიდობის. დაიფარე მავროგენი ჩემო ღვთისმშობელო, სადაც არ უნდა იყოს და დაეხმარე მას დაბრუნდეს ჯანმრთელი და უნებელი. მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა. საუნჯაო კეთილთაო, მომნიჭებლო ცხოვრებისაო, მოვე და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნე სახიერო სულნი ჩვენი. ეს მიღა არის 10-იანში გავარტყი. აბა ერთი ვნახოთ. გამარჯობა ვაშკაცო. მე მავროგენი ვარ. ლახანადებიდან და 64-ში მივდივარ. არი ნერვიულო. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ უფრო ადრე მიხვიდე შენს დამპალ 64-ში. შეურჯულო. როგორ საუბრობ ასე 64-ზე? საერთოდ არ გეშინია უფლის? უფლის? დიახ, სულ არ მაინტერესებს შენი ღმერთი. ეს შენ უნდა გეშინოდეს. მე რატომ? მე არაფერი ჩამიდენია. ესე იგი არ გეშინია? არა. არ გეშინია, შენ დამპალო. გაგანადგურებ. სად არის შენი ფული, ა? თქვი. სად გაქვს ფული? სად გაქვს? არ მოქვს. ფული არ მოქვს. ყველაზე ძვირფასი რაც მოქვს ეს არის. დამცინი? ეხლა ნახავ შენ.
როგორ ფიქრობ? როგორია 64 მავროგენი? მავროგენი აღმსარებელი. ადექი დასრულდა შენი მგზავრობა. ჩემო ვაჟკაცო, დანიშნულების ადგილას ხარ, იქ სადაც მიდიოდი. უფალო, იესო ქრისტე. მამაო, განუსვენე სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისასა, ადგილსა ნათლისასა. მწყემსო, მიყვარხარ, რადგან მე მგავხარ. ვსდგეთ კეთილად. ემანუელ, მადლობა რომ იზრუნე და საჭმელი მიეცი მავროგენის. ახლა უკვე კარგად ხარ. განაგრძე შენი წმინდა საქმე. Συνέχισε το Άγιο Έργο σου.
გამარჯობა მარიო. როგორ ხარ? საიდან იცი ჩემი სახელი? ვინ ხარ? მიქაელი მქვია და შენმა მეუღლემ გამომგზავნა რომ მასთან წაგიყვანო. მავროგენი? კარგად არის? არ ინერვიულო მარიო. უკეთესად შეუძლებელია იყოს. ჩემი ქმარი 64 საძებნელად წავიდა და დაიკარგებოდა. დაიხარე ჩემო ბაშკაცო რომ იპოვე. არ გაგიკვირდეს. სუფთა გულის არის. მარიო, შენმა ქმარმა ის იპოვა, ვისაც ეძებდა. რას გულისხმობ და შენ საიდან იცი? ყველაფერზე გზად ვისაუბრებთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს. შენ სადღაც მყავხარ ნანახი, მაგრამ ვერ ვიხსენებ სად. გაიხსენებ. გერონდა. ადამიანი მოუკალი. აიღეს დანა და დამასრულე აქ. რადგან არ მაქვს იმის გამბედაობა რომ თავი მოვიკლა. ერთი ლაჩარი მკვლელი ვარ. იცი დღეს ვინ მოკალი? უფლის მეგობარი. მაგიტომ გეუბნები მომკალი რომ დავასრულოთ. რას ელოდები? დამშვიდი ჩემო შვილო. ქრისტეს არ სურს შენი სიცოცხლე, არამედ შენი გული სურს. გადარჩენის შანსი არსებობს ჩემნარი ნაძირლებისთვის. ყველასთვის არსებობს შანსი. ადექი ემანუელ. ადექი. კადნიერება გაქვს უფალთან. მომიტევე. ძალიან გთხოვ, მომიტევე. ახლავე გავცვლი ჩემს სიცოცხლეს შენ სიცოცხლეში. რასაც გინდა იმას გავაკეთებ. მხოლოდ მომიტევე მე ცოდულს. მავროგენი, გაქვს იმის ძალა რომ ამ კაცს აპატიო. რა თქმა უნდა ვპატიობ. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთ ამათ ჩვენთა. ემანუელ, მიხედე და ჩაიბარე მისი სული და იზრუნე, რომ ჩამაბარო, როდესაც ამის დრო მოვა. ესეც ჩემი შვილია, გზააბნეული.
ჩქარა გერუნდასკენ. ჯერ კიდევ არსებობს იმედი. რა მშვენიერი ამბავია. გული ამიჩუყდა. და ეს ნამდვილად მოხდა? და ერთი წამი თქვენ რა შუაში ხართ ამ ყველაფერთან? Τι σχέση έχετε με όλα αυτά? ძალიან დაღონებული გნახეთ ამ ისტორიის გამო. Στεναχωρημένο με αυτή την ιστορία. მე ჩემო მარია, თუ მარიო, როგორც გეძახიან. ის ყაჩაღი ვარ, რომელმაც მავროგენი მოკლა. Κύριε Νικό, ბატონო ნიკო, რაც მოხდა, κάνατε ό,τι κάνατε. მაგრამ თქვენ ხომ მოგეტევათ Λάβατε όμως არა ვიღაც სასულიერო პირისგან, ან ბერისგან, არამედ თვით ქრისტესგან. ვერ ხვდები თქვენი ნერვიულობის მიზეზს. სწორს ამბობ, შვილო. მაგრამ როდესაც უფალი ნანახი ყავს, უფრო მეტად ნერვიულობ და დარდობ იმაზე თუ რაც ჩაიდინე. ის რითიც გაამწარე. ζει κάποιος ვინმე από ცოცხალი დარჩა იმ დროიდან? εσείς? არა. ამიტომ ვხედავ ყოველ დღე ერთი და იგივე სკამზე, როგორ ვჯდები. არავინ არ მყავდა რომ მოვუყვე და საკუთარ თავს ვუყვებოდი. მარიო, ოჰ, დედა ჩემია. Η μητέρα μου. წავალ მე. Πάω. მინდა განაგრძოთ აქ მოსვლა. Συνεχίσετε να έρχεστε σε αυτό το παγκάκι. ხვალ Θα შევხვდებით. τα πούμε αύριο. ნახვამდის.
მიქაელ, ყაჩაღი მომიყვანე. დრო მოვიდა ჩემს გვერდით იყოს. არ ინერვიულო ჩემო საყვარელო მარიო და არ იდარდო, რადგან დღეს შემატყობინა უფალმა, რომ მოვა ჩემს წასაყვანად. როგორც იქნა შევხვდები კეთილმწყემს და მარიოს, ასევე გერონდას, რომელმაც სწორგზაზე დამაყენა და რაც მთავარია, ჩემს შემქმნელ შევხვდები, როგორც ხვდები, დიდი დღესასწაული მაქვს. შენს გიხაროდეს ჩემს გამო. არ იდარდო. დასასრული. როგორი მარტივია სუფთა და მდაბალი გულის მქონე ადამიანისთვის, რომ ღმერთი იპოვოს. ეს ფილმი ამის საუკეთესო მაგალითია. ყველაზე დიდი რამ უბრალოება და სიმდაბლეა, რაც თავად ქრისტესთვისებაა. თუ კი ადამიანი მავროგენეს მსგავსად ცხოვრობს, მისი სასუფეველი და სამოთხე მართლაც მისსავე გულიდან იწყება. მადლობა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის. მადლობა ღმერთს ამ დიდი შესაძლებლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ღმერთმა ყველა ასეთი კეთილი საქმე მის სადიდებლად გვაკეთებინოს. ამინ.